კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტ-ტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. საქართველოს ხელისუფლების პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრს დელეგაციასთან ერთად ყირგიზეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, ხელი მოეწერა მემორანდუმებს. აუდიენციის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას სავაჭრო, ეკონომიკური და ლოგისტიკური მიმართულებით, ასევე შუადერეფნის განვითარების მნიშვნელობას. ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტს ჩემი კოლეგა ქეთი მამრიკიშვილი აშუქებს, რომელიც ბიშკეკიდან პირდაპირ ეთერში გვერდდება. ქეთი, გისმენთ. ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის და დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და ამ ცერემონიის შემდეგ უკვე მხარეებმა გადაინაცვლეს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც მთავრობის მეთაური და ყირგიზეთის პრეზიდენტი, ასევე დელეგაციის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო თუ რა პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ინვესტიციების მოძიებაზე, ასევე ისეთ სფეროებში თანამშრომლობაზე, როგორიც არის კულტურა, სპორტი, განათლება და ასე შემდეგ. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ვრცლად ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია სატრანზიტო მიმართულებით და დაკავშირებადობის კუთხით, რაც განსაკუთრებით საინტერესო არის ყირგიზული მხარისთვის და მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზაობა ყველა საუკეთესო პირობა შესთავაზოს ყირგიზულ მხარეს ამ მიმართულებით. თავის მხრივ კი ყირგიზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი არის ისტორიული და იქნება ახალი ბიძგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გამოხატულება არის ასევე ის მემორანდუმები, რომლებსაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა და ყირგიზმა კოლეგებმა მოაწერეს ხელი. 10-მდე მემორანდუმი გაფორმდა სხვადასხვა სფეროში, როგორიც არის განათლება, საგარეო მიმართულება, კულტურა, სპორტი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, უკვე საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც როგორც მხარეები აცხადებენ, იქნება ერთგვარი წინაპირობა და საწინდარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სავაჭრო ეკონომიკურ დონეზე, ასევე პოლიტიკურ დონეზე. ამის შემდეგ, ხელმოწერების შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ყირგიზეთის პრეზიდენტმა ვიზიტი მედიასთან შეაჯამეს და ისტორიული უწოდეს. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შინაარსიანი საუბარი ჩვენს კოლეგებთან ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ასევე შევეხეთ რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხს. ასევე აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერა ჩემი და ყირგიზეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებას ორმხრივ დოკუმენტებს, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის სამომავლოდ. არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს და როგორც უკვე აღნიშნე, ამას აქვს ძალიან პარი საფუძველი ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. გაფართოებული ფორმატის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე როგორც უკვე აღნიშნე, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა. ეს იყო ძალიან დროული სხდომა, რადგან ორივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა დეტალურად განეხილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთქმედების გაზრდის შესაძლებლობები. მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივცემულ ბატონ ირაკლი კობახიძის მიმართ ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის განხორციელებისთვის. საქართველო ყირგიზეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, პატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში დღეს იქნება მართლაც ისტორიული
დიპლომატიური მოვლენა ყირგიზეთში და მართლაც ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე და დღევანდელი მოლაპარაკებები ღია, მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენ ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. პოლიტიკური ურთიერთობები მტკიცე და ნდობაზე დაფუძნებული იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ეს არის მართლაც ძლიერი საფუძველი ყველა სფეროში თანამშრომლობისთვის და ამ კონტექსტში ჩვენ ხაზს ვუსვამთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება, ასევე სამთავრობოთა შორისი და საპარლამენტთა შორისო კონტაქტების გაღრმავება და ასევე კონსულტაციების გაფართოება ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა დღევანდელი განხილვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო და ჩვენ აღნიშნეთ, რომ ორმხრივ ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა კიდევ ერთხელ წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომ გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა და ასევე გაფართოვდეს პირდაპირი ბიზნეს კონტაქტები და განვითარდეს ერთობლივი საინვესტიციო პროექტები. დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, აქტიურად ახორციელებს რეფორმებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის. ამ კონტექსტში ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ პარტნიორებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სატრანსპორტო ლოგისტიკურ, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ციფრულ ტურიზმისა და სხვა პერსპექტიულ სექტორებში და შესაბამის პროექტებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთის რკინიგზის დაკავშირებას საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურასთან. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის სფეროებში განხორციელდეს კაცვლითი პროგრამები და მე მოვუწოდებ ქართველ სპორტსმენებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მომთაბარე ხალხთან მე-6 მსოფლიო თამაშებში, რომლებიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში წელს გაიმართება. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. ამის შესახებ ტელეკომპანია პოსტივის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით მხარეებმა განიხილეს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების ამოქმედებისთვის ევროკავშირის მიერ დასახელებული მიზეზები, წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები. ბრიუსელში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან, როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, საქართველო პირნათელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მნიშვნელოვანია ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება შეცვალოს. საპარლამენტო უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. არ უნდა შემოვიდეს ამ ფორმატში რაიმე პოლიტიკური ელემენტი და შინაარსობრივად უნდა მოხდეს თითოეული იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ პროცესებში შეიძლება რომ მომდენო პერიოდში იყოს მიღებული. ასევე უსამართლოა დამოკიდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში მიღებული პარლამენტის მიერ მიღებული კანონები უნდა გაუქმდეს. ჩვენთვის ეს წითელი ხაზია, რადგანაც თითოეული ამ კანონის მიზანი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. ასევე ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ დავაწესოთ ისეთი სანქციები, რომელიც რეალურად ჩამოაქცევს ქართულ ეკონომიკას. ჩვენ გვჯერა, რომ ის ფორმატი, რომელიც არსებობს და გვაქვს იმედი, რომ გაგრძელდება კონსტრუქციულ რეჟიმში. რეკომენდაციებიც იყო გაცემული კიდე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე რეადმისიის შემთხვევაში და ასევე იმ საკითხებში, რაც პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გამართულები ვართ ნებისმიერ საკითხზე არგუმენტები იყო ამ შემთხვევაში ევროკომისიაზე ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, რაც იყო გაცხადებული, რომლებიც მოითხოვენ მუდამ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ საქართველოს მოსახლეობა გაამწარონ და უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს საქართველოს მოსახლეობას, ესეც რა თქმა უნდა უსაფუძვლოა. სამუშაო შეხვედრაც მოგონილი არის იმისათვის, რომ ევროკომისიამ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, სადაც თვითონ შეიყვანეს თავისი თავი. ჩვენ დადებითი მოლოდინის რეჟიმში ვართ
რასაც ადასტურებს ასევე აი ამ შეხვედრის მონაწილე საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანიც, ვფიქრობ, რომ ეს ვითარება და ეს დიალოგი უბრალოდ იქნებოდა კარგი ფორმატი იმისათვის, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მაღალ დონეზე, ოფიციალურ დონეზე წარედგინა ყველა ის მტკიცებულება, ყველა ის არგუმენტი და აღეწერა ყველა ის რეალური ვითარება, რაც საქართველოში არსებობს. რატომ წარმოაჩენს ოპოზიცია უცხოელ ლობისტებთან ერთად საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობებს ნეგატიურ კონტექსტში? ზაზა შათირიშვილი ამ კითხვას ვრცელი წერილით პასუხობს. მისი თქმით, ჯო ვილსონის და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერების ნარატივი ჩინეთთან დაკავშირებით იდენტურია. ამასთან ვილსონმა უკვე წარადგინა კანონპროექტი ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტი. შათირიშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ნათელი გახდება, რატომ აჭიანურებს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვას. ფილოსოფოსის პროგნოზით გამორიცხული არ არის ევროპარლამენტის მსგავსად ვაშინგტონიც საქართველოს წინააღმდეგ სრულიად დაუსაბუთებელი სანქციების ინიციატივით გამოვიდეს. ჯო ვილსონი კომიკური ფიგურაა. ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაც კარგად ხვდება. თუმცა, არაფერია სასაცილო იმაში, რომ კონგრესმენი ჯო ვილსონის გამოსვლა და ოპოზიციური ალიანსის, უფრო სწორად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ბრიფინგის შინაარსი და ქვეტექსტი ლამის ერთ-ერთში იმეორებს ერთმანეთს. როგორც გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო ვილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის, ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თქმა უნდა, ჩინეთის მავნე გავლენებისგან დაცვა ყოფილა. შესაძლოა რიგითმა ჯო ვილსონმა არ იცოდეს, რომ საქართველოში ირანის პოლიტიკურ, გნებავთ ეკონომიკურ გავლენაზე საუბარი სასაცილოა და ამაზე კონკრეტული ფაქტები და რიცხვებიც მოწმობს. რუსეთთან ურთიერთობაზე რა უნდა ვთქვათ? შესაძლოა რიგით ვილსონებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც არსმენიათ, მაგრამ ცხადია, ირანი და რუსეთი მხოლოდ შელეიფად გაჰყვება მთავარ საკითხს, საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, უმაღლეს დონეზე გახშირებულ კონტაქტებს და იმ ბენეფიტებს, რასაც საქართველო ამ პარტნიორობიდან იღებს. შესაბამისად, როდესაც ჯო, გიგა და ზურა სხვადასხვა სიტყვით ერთსა და იმავეზე საუბრობენ და იდენტურ აქცენტებს სვამენ, აშკარაა, რომ ეს პროცესი მათი პატრონების მხრიდანაა კოორდინირებული. აშკარაა ისიც თუ რატომ კეთდება ამ ხელა აქცენტი საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობებზე. არა იმიტომ, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამერიკასთან ჩინეთის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამე თუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია. სწორედ ესაა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენულობაზე გარედან თუ შიგნიდან წამოწყებული ამ კოორდინირებული შეტევის რეალური მიზანი. არაერთი ასეთი შეტევა უკვე გვინახავს და ალბათ მომავალშიც მრავლად ვნახავთ, მანამ სანამ საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს მტკიცედ და ურყევად დაიცავს. მაგრამ ამ კონტექსტში ახლა სულ სხვა რამაა საინტერესო. კონკრეტულად ის თუ სადამდე მივა ეს პროცესი, რადგან ამ პროცესის დასასრული არაერთ აქამდე პასუხგაუცემელ კითხვას უპასუხებს. თუ კი საბოლოოდ ჯო ვილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, თუ რის გამო ითრევს ფეხს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და რატომ არ ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან. ცხადი გახდება ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თავადაც იმ პოლიტიკას ატარებენ, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწერდნენ. ცხადი გახდება, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ უნისონში დიპ სტეითის დავალებით მოქმედებენ. რაც მთავარია, ცხადი გახდება, რომ ახალი ადმინისტრაციაც და კონგრესიც დიპ სტეითისგან იმართება, ხოლო დონალდ ტრამპი დიპ სტეითის ისეთივე მარიონეტია, როგორც მაკრონი ან მერცი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ კი პროცესები ამგვარად წარიმართა, ეს იქნება ყველაზე აშკარა მტკიცებულება იმისა, რასაც უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან დიპ სტეითს, როგორც მისი წინამორბედი. ასე რომ, კომიკური ჯო ვილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ამ ყველაფრისა. ამიტომაც საქართველო, საზოგადოება და მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის დიპ სტეითის მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ. ოპსკრიპტუმ. თუ კი მოვლენები ამ სამწუხარო მიმართულებით განვითარდა, გამორიცხული არაა, რომ კონგრესი ევროპარლამენტის როლში ვიხილოთ და მაგალითად, საქართველოს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანისთვის, ანუ ირანის ინტერესების გატარებისთვის დაუწესონ სანქციები.
განუსაზღვრელი შესაძლებლობები, ასე ქვია საქველმოქმედო ფონდ ქართუს მხარდაჭერით გადაღებულ ქართულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა. ღონისძიებას ფილმის რეჟისორ ბაჩო ოდიშარიასთან ერთად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დაესწრო. ფილმის შექმნის შთაგონებად ქართველი პარასპორტსმენების ისტორიები იქცა. ნამუშევარი პარალიმპიური მოძრაობის ისტორიის, პარასპორტსმენების და შეშემო პირთა უფლებების, მათ ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზებზე წარმატებას, პირად ემოციებსა და განცდებზე მოგვითხრობს. პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამ წუთებში მედიისთვის ყირგიზეთში კომენტარს, ჩვენ მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. გრძელდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი, ჩვენ ასევე ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთის სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში. ასევე ყირგიზეთის მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით და ეს ქმნის რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის და ვეცდებით მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი. შუა დერეფანზე ისაუბრებს ფანშებების დროსაც რამდენად მნიშვნელოვანია ყირგიზეთისთვის რომ საქართველოს სტრატეგიული როლი იყოს ბუნებრივია ყირგიზეთისთვის ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება და რა თქმა უნდა ამას აქვს მარტივი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე ყირგიზეთისთვის არის მნიშვნელოვანი ბუნებრივია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ანალოგიურად ჩვენთვისაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ბრიუსელში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ის მის საშუალებაც გაქვს განმარტოს შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რა არგუმენტები წარუდგინა. ზოგადი სურათი არის ყოველასთვის მე მგონი ცხადი. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის. მათ შორის იმ თემებზეც რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით. ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან კაფეო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის, ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. კონკრეტულ წინაპირობებზე არის ხოლმე საუბარი და რა თქმა უნდა ვიზა ლიბერალიზაციას აქვს კონკრეტული წინაპირობები, თუმცა ხშირად გვესმის თქვენი მხრიდან, რომ პოლიტიკური წინაპირობები და წინა პლანზე რატომ? რეალურად სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ეს საკითხი, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავგედეთ ყველანაირი გზა შანტაჟისთვის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ რაღაცნაირად ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და რა თქმა უნდა ამ გზავნილით ვესაუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ბატონო ირაკლი, ოპოზიციის დაპირისპირებაზე მინდა გითხოთ, რამდენიმე თვის წინ დაახლოებით 3 თვის წინ შექმნილი ალიანსი დაშლის პირას არის თუ უკვე არ დაიშალა. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ნაციონალური მოძრაობა, ბოლო პერიოდში ურთიერთბრალდებების სერიებს ვხედავთ. ახლა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართულობით აპირებს. ზოგადად ოპოზიციაში ამ ურთიერთბრალდებებზე დაპირისპირებაზე და ასევე ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ ვითარებაზე. ამას ჩვენ პროგნოზირებდით, გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი გაერთიანება აუცილებლად დაიშლებოდა, ისე როგორც დაიშალა 10-მდე მსგავსი გაერთიანება წარსულში. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი
და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობაც, ერთმანეთიც კი არ მოწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართულ ხალხს თავი, ხო, ეს ძალიან მარტივი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას, აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს ამ ოპოზიციას იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართულ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებული არა ქართულ ხალხზე, არამედ მათ გარე პატრონებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. რაც შეეხება ანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყოლებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. ბატონო ირაკლი, ასევე კითხავთ ფილოსოფოს გზაზე შათვირიშვილის წერილზე, სადაც ისაუბრობს ჯო ვილსონისა და ნაციონალური მოძრაობის საერთო რიტორიკაზე, როგორც ის მას კომიკურ ფიგურას უწოდებს და ასევე ამბობს, რომ კონგრესში ვილსონი ზუსტად იმეორებს ნაციონალური მოძრაობის ტექსტებს, საუბარია ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტზე და ასე შემდეგ. ზოგადად ამ საერთო რიტორიკაზე თქვენი შეფასება რა? ნუ ნაცმოძრაობას და ჯო ვილსონს ყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან, ისინი იღებენ ერთ და იგივე ხალხისგან დავალებებს და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან. ნუ ეს არის საბოლოო ჯამში ის გავლენა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას, ამერიკაში უწოდებენ Deep States. ჩინეთთან დაკავშირებით გზავნილებს რაც შეეხება, თქვენ ხედავთ, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად ცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, ასე დროს, როდესაც ჯო ვილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების გამო არის აბსოლუტურად ალოგიკური და ამ ალოგიკურობას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს, ეს დავალებები არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა როგორც აქამდე არ ქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო ვილსონის განცხადებებს, ასევე იქნება მომავალშიც. დიდი მადლობა. ირაკლი კობახიძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ხალხის ძალის რეგიონული მდივანი ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ манипуляციას ეხმაურება. ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის მიერ მართულმა ტელეარხებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია გავრცელეს, თითქოს ის სვანეთში უფასო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას ემხრობა. დეპუტატი მიკერძოებულ მედიას ტყუილში ამხელს და აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან საუბარში მხოლოდ უკანონო მაინინგის პრობლემას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პრეტენზია არა მოსახლეობასთან, არამედ კანონის დამრღვევებთან აქვს. ოპო ტელევიზიების დანიშნულება ეგაა, რომ ფეიკი გამოიტანონ და ილაპარაკონ ტყუილი, რა თქმა უნდა. ეხლა ამ შემთხვევაში მე BMG-ის ჟურნალისტმა დამირეკა, ვესაუბრე და ელემენტარულად ერთი რაიმე ვთქვი, რომ უფასო ამ ქვეყანაზე არ არსებობს არაფერი, მკვდრისთვის არსებობს კუბო, ისიც მკვდრისთვის თორე არა პატრონისთვის ხო და მე ვისაუბრე იმ განცხადებაზე და იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც ბატონმა მამუკამდინარაძემ გააკეთა განცხადება და რაზეც პრემიერ-მინისტრმა ბატონმა კობახიძემ ისაუბრა, რომ სვანეთში არის არარაციონალური ელექტროენერგიის მოხმარება, უკანონო მოხმარება, რომ მაინერებით არის გადატვირთული ხაზები, რომ პრობლემა არსებობს და ამის მოგვარების საკითხი დააყენა სახელმწიფომ. ეხლა მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ბატონმა მამუკამდინარაძემ თქვა, რომ ჩვენ მოსახლეობასთან პრეტენზია არ გვაქვს, ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ამ მოსახლეობის ხარჯზე აწარმოებს ამ მაინერებს, აი მათთან აქვს პრეტენზია ხელისუფლებას, გაძლე უფასო ენერგიას და ამ დროს ვიღაცები ამ ელექტროენერგიით ვაჭრობენ, აქვია, ამ მაინერებთან მიმართებაში. ამ საკითხზე ვისაუბრეთ და გაუგებარია ჩემთვის ახლა ის რომ მე თქვა რომ იცით რა კარგი არა მოსახლეობას აუცილებლად დაუწესდეს აქვია გადასახადი და გადასახადის უნდა გადაიხადონ სხვა თემა ამაზე რო გავბრალ მე ეგ არ მეთქვია მე ვთქვი რომ სახელმწიფო და ქართული ხელისუფლება გამორიცხულია არ დატოვებს ეს მოსახლეობას პირისპირ რომ დღეს უცებ ჩაიჭრა აქვია ელექტროენერგია და ღირებულება აუცილებლად გადაიხადოს არ იქნება ეგეთი ამბავი მე დარწმუნებული ორჯერ მიყვებიან და ამოიღებენ ამ აქვია მაინერებს რომ რაციონალური მოხმარება რეალური მოხმარება დადგინდეს რომ რისი მოხმარება და რას მოიხმარს მესტიის მოსახლეობა და შემდეგ მე იმ ჩემს ინტერვიუში ესეც განვაცხადე რომ ყაზბეგში ვინაიდან მან არ არის შეშის მერქანი არ არის სხვა საშუალება ამიტომაც მოსახლეობას აქ გაზით მომარაგებაში ხელშეწყობა და რაღაც მე ზუსტი ციფრები არ ვიცი მაგრამ რაღაცას უსუბსიდირებს ასუბსიდირებს სახელმწიფო და
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც როგორც ამ ქვეყნის ნაწილი და სვანეთის მოსახლეობასაც ხელისუფლება აუცილებლად დაუსუბსიდირებს, ქვია, ელექტროენერგიის ღირებულებას, განსაკუთრებით სოციალურ დაუცველებს და აქედან გამომდინარე არ ექნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა გიორგი კალანდალიშვილმა ყაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს დემოკრატიული განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ მათთან თანამშრომლობა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაცია 100-ზე მეტ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს სტუდენტს მიაწოდა. ტრადიციულად თესეუსთან პარტნიორობით ვახორციელებთ ახალგაზრდებთან შეხვედრებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, რომელიც უპასუხებს იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს საარჩევნო ადმინისტრაციისა, როგორიც არის საარჩევნო კულტურის განვითარება და ახალგაზრდების მეტად დაინტერესება საარჩევნო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით. სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები, იღებენ სრულფასოვან ინფორმაციას იმ სერვისებზე, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმისაწვდომობის კუთხით უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის. სტუდენტების ჩართულობა, ახალგაზრდობის ჩართულობა საარჩევნო პროცესში, ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. თბილისის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით საკრებულოში პროექტის ჩვენი თაობის თბილისური ამარკორდი ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. მოეწყო მე-20 საუკუნის თბილისის სამსახური ფოტოების გამოფენა, სადაც ასახული იყო დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისა და ურბანული კულტურის სხვადასხვა ასპექტები. გაიმართა ფილმის "წავიდეთ კინოში" შემოკლებული ვერსიის ჩვენება. თბილისის საკრებულოში გაიმართა ღონისძიება. ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერია და თბილისის საკრებულოა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველი არხის შემოქმედებით გუნდს, რომელმაც მოამზადა არაჩვეულებრივი ფოტომასალა, ძველი თბილისის სიმბოლოები, ისტორიული კადრები. ასევე გაიმართა ფილმის პრეზენტაცია "წავედით კინოში". ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების ხელშეწყობა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ. თბილისის საკრებულოს ინიციატივით მოეწყო ფოტოგამოფენა სათაურით ჩვენი თაობის ამარკორდი და იგივე სათაურით არის ჩვენ ფილმების ციკლი. დღეს ჩავატარეთ ესეთი პრეზენტაცია პატარა მოკლე ფილმისა "წავიდეთ კინოში", რომელიც ეძღვნება ძველ კინოთეატრებს. და რა კარგია, რომ დღეს აი ამ მიმართულებით ესეც საინტერესო შეხვედრა არის, შესანიშნავი საზოგადოება მოვიდა და ჩვენ ვიხსენებთ აი თბილისურ ამარკორდს. სტარიკ ჯორჯიას ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მოვლენამდე რამდენიმე საათი რჩება კრემის 24 ჯილდოს მფლობელი, მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი და მეგავარსკვლავი კანიე ვესტი საქართველოს დედაქალაქში კონცერტს გამართავს. შოუს, რომელზეც მსოფლიო ილაპარაკებს, დინამო არენა მასპინძლობს წლის ყველაზე გრანდიოზულ მუსიკალურ ღონისძიებაზე დასასრები, ყველა ბილეთი რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა. კონცერტთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შეზღუდვები მოქმედებს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ თბილისის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე იხილოთ. ასეთი იყო ახალი ამბები, პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გაგრძელებს.